ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით კი დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეში Amnesty International ერთვება ამის შესახებ წერილი საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო, სადაც ორგანიზაცია დაკავებულებზე დამატებით ინფორმაციას ითხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი შუამავლის ფუნქციას უკრაინის საელჩო შეასრულებს, რადგან საქართველოს მალაიზიაში წარმომადგენლობა არ ჰყავს. დეტალები ანით ამაზაშვილის სიუჟეტში. ყოველი ახალი ინფორმაცია ან ჟურნალისტების გამოჩენა მალაიზიაში დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის ოჯახში მისი მცირეწლოვანი შვილისთვის ნერვული შოკით მთავრდება. ოჯახში დარეჯან კოხტაშვილის და ბაბუცა გორდაძის დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს. დარეჯან კოხტაშვილის დახვევა, რომ დაკავებულები თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდვლებად მუშაობდნენ, მალაიზიაში წასვლას არ გეგმავდნენ. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი ბაბუცას ქმართან თურქეთში სამუშაოდ სწავიდნენ. როგორ მოხდნენ ქართველი ქალბატონები მალაიზიაში, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცის. ერთი ცუდა ნაშაულოა, მეორე ცუდა ნაშაულოა, იმიტომ რომ სცოდნოდათ იმათ რა იყო, ის იმას ხელს არ მოკიდებდნენ. ხო, საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, იურისტთა ასოციაციას, ყველას, ვისაც გული შეჰტკივა, ვისაც ხელი მიუწვდება იმ სახელმწიფოზე დაგვეხმარონ. შვილები არ დაუტოვონ ობლად, რომ გადმოიყვანონ საქართველოში. აქ გაასამართლონ, რომ ცოცხალს მაინც ნახავენ შვილები. იმის გამო, რომ მალაიზიაში საქართველოს საელჩო არ არსებობს, შუამავლის ფუნქციას უკრაინის საელჩო ასრულებს. ცნობილია, რომ ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში სხვადასხვა ადგილას არიან დაკავებული და მათი სასამართლო პროცესი ზე გაიმართება. საქართველოს საგარეო უწყებისთვის ცნობილია მხოლოდ ბრალდება, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანა. ეს დანაშაული კი მალაიზიაში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მართალია ექსტრადიციის ხელშეკრულება ჩვენ მალაიზიასთან არ გაგვაჩნია, მაგრამ ვეცდებით, რომ როგორმე ეს პირები საქართველოში დავაბრუნოთ, ყველა შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, მათი სამართლებრივი დაცვა მოხერხდეს. ჩვენ ვესაუბრებით სახალხო დამცველს, გვყავს რამოდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ჩართული. დაკავებული ქართველების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ერთვებიან. ცნობილმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა სახალხო დამცველს დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, Amnesty International-ს მალაიზიაში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს და შესაძლოა ორგანიზაციამ დაკავებულების დაცვის მოთხოვნით პირდაპირ მალაიზიის მთავრობას მიმართოს. ჩვენ მივაწოდეთ დეტალურად იმ ორი პოლიციის განყოფილების მისამართი და ასევე ტელეფონები, სადაც ეს ქალბატონები იმყოფებიან და პირველი ჩვენ რაც ამ ორგანიზაციებს მომთხოვთ, ეს არის დაცვის უფლების უზრუნველყოფა ამ ქალბატონებისთვის, ასევე ხელმისაწვდომობა თარჯიმანზე, რათა მათ ყველანაირი საშუალება მიეცეთ, რომ მომზადებული იყვნენ სასამართლოსთვის და გარდა ამისა გამოეყოთ ადვოკატი, რომელიც მათ ინტერესებს საფუძვლიანად დაიცავს. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით მალაიზიაში 25 ოქტომბერს დააკავეს. ადგილობრივი მედია წერდა, რომ მათ 10 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდათ. გასულ წელს მალაიზიაში ამავე ბრალდებით გასამართლებული 50 ადამიანის სიკვდილით დასაჯეს. საქართველოში იმედოვნებენ, რომ დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით საკუთარ მოქალაქეებს მსგავს განაჩენს აარიდებენ.